პედაგოგებს, მშობლებს, სკოლას, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს კლასის ფარგლებში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა. გურამ მოდიშარიამ მინისტრის 4 მოადგილე დაასახელა. ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც მინისტრთან ერთად უკვე 2 კვირა ამუშავებს, პირველი მოადგილე და ამავდროულად საპარლამენტო მდივანი იქნება. იური მეჩითოვი, ხათუნა ხუნდაძე და მარინა მიზანდარი სამინისტროში ხელოვნების სხვადასხვა დარგების, სახელოვნებო განათლების განვითარების, რეგიონებთან და უცხოეთთან ურთიერთობის საკითხებს გაუწევენ კურირებას. კულტურის მინისტრი თავის საქმიანობას 29 ოქტომბრიდან შეუდგა. დღეიდან კი მინისტრთან ერთად საკუთარ საქმიანობას მისი მოადგილეებიც დაიწყებენ. დიდხანს ვიფიქრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შეემატა ქართულ კულტურას, ანუ ისინი იქნებიან ხელმძღვანელი რგოლი იქნებიან, რომელიც პერიოდულად თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ ანგარი ჩააბარებს მთელ საქართველოს თუ რას ვაკეთებთ, რა გამოგვდის კარგად, რა ჯერ ვერ გამოგვდის და ისი გამოსწორება გვინდა. ჩემს დაქვემდებარებაში იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების დეპარტამენტი და იქნება აგრეთვე საერთაშორისო პროგრამის დეპარტამენტი. ბატონმა გურამმა ჩვენ ყველა მოადგილეს შემოგთავაზა გუნდური პრინციპით მუშაობა, რაც ყველა მოვიწონეთ. იქნება კოლეგიალური ორგანო, ასე დავარქვათ, ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთმანეთს წინასწარ გავაცნობთ, გაუზიარებთ და გვექნება მაქსიმალურად ერთიანი პოზიცია.